1897 წელს ილიამ ქართველებს შემდეგი სიტყვებით მიმართა. ქრისტიანობა ქრისტეს მოძღვრების გარდა ჩვენში ნიშნავდა მთელი საქართველოს მიწაწყალს, ნიშნავდა ქართველობას. დღესაც მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიარ იტყვიან გაქართველდაო. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. გავწყდით, გავიჟლიტენით და ერთმა მუჭმა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ. რა თქმა უნდა, ილიას ასეთი იდეოლოგია საქართველოს მტრებისათვის მიუღებელი იყო. ამ მოწინააღმდეგეთა დასკი სათავეში ფილიპე მახარაძე ედგა. ამიტომ ილიას გასანადგურებლად გადამწყვეტი ლაშქრობა დაიწყო. ქართველი ხალხის სათაყვანებელ პოეტს რეალურად ორმა დიდმა ძალამ გამოუცხადა ბრძოლა. ეს იყო რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და ამასთან ერთად ქართველი სოციალ-დემოკრატები. ჟანდარმერიის საიდუმლო მასალებიდან ისიც ირკვევა, რომ 1884 წელს რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დეპარტამენტმა ილიაზე უვადო მეთვალყურეობა და თვალთვალი დააწესა. გაჩხრიკეს მისი სახლიც. იმპერიის წნეხს ქართველ სოციალ-დემოკრატთა არნახული აგრესია დაემატა. ისინი ილიაზე ფიზიკურ ძალადობასაც გეგმავდნენ. ამ მხრივ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შემზარავია 1903 წელს ნაძალადევში მუშათა ბიბლიოთეკის გახსნის დროს მომხდარი ინციდენტი. როდესაც მუშები ილიას საცემრად მზად იყვნენ და ხანდაზმული პოეტი ერთი ვერსიით უკანა ოთახიდან გააპარეს, მეორე ვერსიით კი წინასწარ გააფრთხილეს და იგი ამიტომ ღონისძიებაზე საერთოდ აღარ მივიდა. 1905 წლის 13 მარტს ილიამ ქართველ თავადაზნაურთა თათბირზე საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნა წამოაყენა. ამ გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჟურნალ მოგზაურში ფილიპე მახარაძემ დაბეჭდა პამფლეტი იდუმალი ხმა, რომელიც ილიას მისამართით ასეთი სიტყვებით დაიწყო: სირცხვილი შენ, სირცხვილი. მომდევნო წერილები სავსე იყო ბრალდებებით, ილიასადმი შეურაცხმყოფელი გამოთქმებით და ფრაზებით. მახარაძე ილიას ინდაურსავით გაფუყულს, ყოყოჩა ყვინჩილას, გულქვა მემამულეს, გლეხების მჩაგვრელსა და ტანჯველს ეძახდა. ილიას ცილისწამების ნიაღვართან ფაქტიურად მარტოს მოუწია შერკინება. პასკვილს პასკვილი მოსდევდა. ფილიპე მახარაძემ მორიგ წერილში ილიას უსასტიკესი ჯაშუში, მაბეზღარა თავადი უწოდა. ამ ლაშქრობაში სამწუხაროდ ნოე ჟორდანიამაც მიიღო მონაწილეობა და ილიას ზნეობრივად და გონებრივად გაკოტრებული და ქვეწარმავალი უწოდა. ილიას ცხოვრებაში უმძიმესი და ალბათ ყველაზე ტრაგიკული მომენტი დაიწყო. ილია მიხვდა, რომ მას მორალურთან ერთად ფიზიკურადაც უპირებდნენ მოკლას. თანამედროვეთა მოგონებებიდან ისიც ირკვევა, რომ ბოლოს ილია საკუთარი სახლის აივანზე აღარ გამოდიოდა, რადგან მუდმივად ფიზიკური თავდასხმის მოლოდინში იყო. იმ დროის გამოჩენილი ჟურნალისტი სამსონ ფირცხალავა წერდა: ილიას არავინ გამოეკომაგა, ხმა არ შეაწია, ნუგეში არავინ უთხრა. ილია მარტო დარჩა, ეს დიდი კაცი ყველა მიატოვა და ვინიც ის რა სულიერი მღელვარება განიცადა, როგორ დაიტანჯა. ასე რომ წიწამურის ტრაგედიამდე ილიას გულში სულიერი ტრაგედია უკვე დატრიალებული იყო. წიწამურის ტყვიამდე ილია მოწინააღმდეგეებს და საქართველოს მტრებს გესლიანი სიტყვით უკვე მოკლული ჰყავდათ.